31 წლის ერთი პაციენტი არის და ყველა შევხარით იმედით, რომ იქნებ ჩვენმა შვილებმაც 30 წლამდე მაინც მიაღწიონ. საქართველოში, სადაც ამ დაავადებას ვერ მართავენ და არ მართავენ, სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალია. აგერ 17 წლის ბავშვი დაგვეღუპა, 22 წლის ბავშვი დაგვეღუპა. ამ პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 20 წლიდან 25 წლამდე, მაგრამ სადაც მართავენ ამ დაავადებას, სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება 10 წლით და 15 წლით. ჩვენ მართალი გითხრა, არა გვაქვს მაგისი წმენა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება წამალი, რომელიც ჩვენ ბავშვს ფეხზე დააყენებს. ერთადერთი რაც ჩვენ გვინდა არის, რომ ასე შევინარჩუნოთ, როგორც არის. და დიდხანს შევინარჩუნოთ ასე როგორც არის. ეს მედიკამენტები აფერხებს დაავადების პროგრესს. ანუ უფრო ნელა ვითარდება დაავადება და უფრო დიდხანს ცოცხლობს ბავშვი და უფრო დიდხანს ინარჩუნებს მოძრაობის უნარს. თუ ბავშვმა დაკარგა ბუნებრივი სუნთქვის უნარი და სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, მაშინ მისი ცხოვრება ტანჯვად იქცევა მერე. თუ ბავშვმა დაკარგა, ესე იგი, ეტჩიჯდომის უნარი და სულ დაწოლილი უნდა იყოს, მაშინ ის ასევე ტანჯვაა მისი ცხოვრება და ჩვენ ასეთი სიცოცხლეც არ გვინდა ჩვენი ბავშვებისთვის, რომ იტანჯონ ბოლო რამდენიმე წელი და ჯოჯოხეთში და ტანჯვაში გაატარონ ბოლო რამდენიმე წელი. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინოს. აქვს შესაძლებლობა და არ აკეთებს. ეს არის დანაშაული. და დაახლოებით ვიცით, რომ ეს არის 100 ბავშვზე ცოტათი მეტი. პრეპარატი ვამოროლონი, რაც თქვი, ეს ყველაზე მიდის, ყველა ბავშვზე მიდის და ამისი ფასი გამოდის 12 მილიონი ევრო წელიწადში. არც ბიუჯეტს არ დააქცევს, არც ქვეყანას არ გააკოტრებს და ყველა მშობელი ფიქრობს ქვეყნიდან გაქცევაზე. მაგრამ ჩვენ ყავს მშობლები, რომლებიც წავიდნენ, მაგრამ უკან დაბრუნდნენ. ჩვენი სამინისტრო არ იძლევა იმ ცნობას, რომ ეს პრეპარატები საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი და რომ ამ ბავშვებს საქართველოში არ აქვთ ადეკვატური მკურნალობა. ამ ცნობას არ იძლევა.